ეს ვიდეო სავსეა მოულოდნელობებით. დილით მე და მართამ დიდი ყუთები გამოვიტანეთ სახლამდე. თუ კი ვიდეოს ბოლომდე უყურებ, გაიგებ რა დევს მატჩი. მთელი მანქანა სავსეა, უკანაც დევს საბარგულში. და მაინც რას ფიქრობ, რა შეიძლება იდოს ამ ყუთებში? ამის შემდეგ მე და მართამ გადავწყვიტეთ, რომ ჩვენი გამომწერები გაგვეცნო და მათთან ერთად გვეთამაშა. მაგრამ ვერავინ მიყავით. ეთყობა ქარი როა, არავინ არ არის? მე მგონა ჩვენკენ მორბონა, თურმე ყავს დასდევს. დარწმუნებულები ვიყავით, რომ ჩვენი ვიდეო ჩავარდა. თქვენთვის მასალა არ გქონდა. გონი საშინელი ვიდეოა. ფაქტობრივად დღევანდელი ვიდეო ჩაიშალა და ვამბობდით მოდი ახლა წავიდეთ სახლში და აღარ გადავიღოთო. თუმცა გაგვახსენდა რომ ტყუილ არ გვყავს ყველაზე მაგარი სპონსორი TBC ბანკი, რომელიც ამბობს რომ თავარია გჯეროდესო. ჩვენს დავიჯერეთ და საოცარი დღე გამოვიარეთ. მივხვდით რომ გართობა ყველგან შეიძლება. და რაც ყველაზე მთავარია, შეგხვდით, გაგიცანით და გაგახარეთ თქვენ, ჩვენი უსაყვარლესი გამომწერები. თქვენ კიდევ ერთხელ გაგვახსენეთ რომ თავარია გჯეროდეს და გილაც გავახარეთ. დაძინებამდე ვითამაშეთ და დავაგემოვნეთ გალფის ახალი წვენები. თუმცა არ დაგავიწყდეს კიდევ ერთი დიდი სიურპრიზი ვიდეოს ბოლოს გეოლდება. მოდი პირველ რიგში ჩვენს გამომწერებს გაგაცნობთ და ვნახოთ როგორ გავათამაშეთ ორი ერთნაირის მაისურები. ნახეთ რამდენი ბავშვია. გამარჯობა. YouTube-ს უყურებ? რა ქვია შენ? მართას ეთამაშე და თუ მოუგებ მაისურს მოგცემთ ჩვენსას. ოპა! სხვებსაც ვათამაშებთ. მიდი! ბრავო! აი ესე აწერია ნამდვილი შემოქმედ. აი შენ. Tamar. Bravo! Აი, გილოცა. სტიკერები ვის უნდა მითხარით? ნახე. ოპა. აი, ვიღაცას ახლა კითხვას დაუსვამთ და თუ სწორად გაგცევს. ანუ ვისაც უფრო მეტი ვიდეო აქვს ნახე, დიდი შანსია რომ მოიგოს. მაისური, აი ესეთი. ასო, ეხლა შენ უნდა გითხრა 3-24 საათიანი ჩელენჯი, რომელიც ორი ერთნაირს გაუკეთებია. კარგად დაფიქრდი, არ უკარნახოთ. არ უკარნახოთ. 1 არა 3. ანასტასია უნდა თქვა შენ. მანქანაში 24 საათი 1 დაფიქრდი, გააქვს დრო. საავადმყოფოში 2. მაიცა. მე ვიტყვი. აი, დარბაზის დახმარებას აიღებს ახლა ანასტასია. ტყეში გადარჩენ. 24 საათი ტყეში. ყაჩა. აი შენ, და გულსაბნევები დაგვრჩა რომ მას. რა ერქვა პირველი ვიდეო, რომელიც დავდეთ მე და მართამ. ეს რა ქვია? მანანა მართა საუბნება ამ თელი დღე კი. ყაჩა. ძალიან ლამაზია სხვათა შორის. ძალიან მაგიხდა. წავიდა. ყოჩახ, აი ეს მაისური მოიგო. მარიამ, ყოჩახ მარიამ. თქვენ უნდა მითხრათ ჩვენს მაისურებზე რომელი 3 ფრაზა აწერია. ძალიან რთულია. ორი ერთნაირის ლოგო კი ეს. პატარა ნამდვილი. ისა შემოქმედი. ეგ ხო ერთი. ეგ ნამდვილი შემოქმედი, პატარა შემოქმედი? და მესამე? ნამდვილი შემოქმედი. ეგ თქვენს უკვე. სიკეთე არის ჩემი სიტყვა. ჩემი საყვარელი. არა არის, თუ იცით, ერთ-ერთ ვიდეოში მე და გელა ერთმანეთს რო შევეჯიბრეთ აუზში, მაგ დროს ვინ მოიგო და როგორ? აუზში მოიგო გელამ და ისე ფედასრული. ბავშვი ზეპირად იცის. ამაზე აწერია შეუძლებელი არაფერია. რატომ არის ყველაფერი შესაძლებელი? თუ ყველაფერს მოინდომებ ხო, მაშინ ყველაფერი გამოგივა და მაგით. თავარია გჯეროდეს. აუმა 1 რა. სულ 4 მაქვს. მოიცა აქ ბავშვი. წავიდა. მოდით ყველა. აბა წავიდა. თუმცა როგორც გითხარით, ყველაფერი ისე მარტივად არ დაწყებულა. მე და მართამ მთელი დღის განმავლობაში სასოწარკვეთილები ვეძებდით ჩვენს გამომწერებს. არავინ არ არის საერთოდ პარკში და ვერ გავათამაშებთ მაისურებს. ეგ კარგი ჯანდაბას დავიწყეთ გადაღება და მიკროფონით კი გამართული მქონია. ანუ მქონი საშინელი ვიდეოა. აბა ვიღაცა მოდის. მოიცა ერთ წამი. გამარჯობა. თქვენი სახელი? ჩემი სახელია მეგანი. მეგანი? ორი ერთნაირის არხი თუ გაქვს გამოწერილი? მაქვს გამოწერილი. მოგწონს ჩვენი ვიდეოები? ძალიან. განსაკუთრებით მართა გელა თუ მანანა. სამივე. მოდი ერთ კითხვას დაგისვამ და თუ სწორად მიპასუხებ, მე შენ გადმოგცემ ორი ერთნაირის მაისურს. ხაიმე.
ძალიან ლამაზი მაისურია სხვათა შორის. 3 ჩელენჯი 24 საათიანი, რომელიც 2 ერთნაირს გაუკეთებია დღემდე. 24 საათი მანქანაში. კი ბატონო, 1 საათი მართ ამბობს ყველაფერზეკის. მესამე მანანაეუბრება მართეს ყველაფერზეკის. კი ბატონო, შენ მოიგე ჩვენი მაისური გამომართვი, ასევე მოიგე ჩვენი მაიმე. ეს რა წესია, ჩემი მაშინ იხედება ეს ბავშვი, ვისი ხარ შვილო? ან დარყავს, ან ძმა არ ყავს რო გასწავლოს. შეუძლებელი არაფერია ესე აწერია და ამას მივცემ. აი, აბა ნახვამდის. კარგად. ძალიან ცნაური. ძალიან ცნაური ბავშვი იყო, მეგობრებო, მე ესეთი ბავშვის მნახველი არა ვარ. აი, ჩამიწურავ რა, აი, უკაცრავად, მეგან ეს დაგშრათ. ვაიმე, ზედ არ გადაასხათ. ნახეთ რა კარგი ისა აქვს საწოლი. გამარჯობა. შენ თუ გაქვს 2 ერთნაირის არხი გამოწერილი. აბა, თუ მეწყყვი, მანანას და მართას რა საერთო აქვთ გარდა იმისა, რომ არიან დები. ვერ გამცა პასუხი მეგობრებო, ძალიან სამწუხაროა, რომ მას ჰქონდა შანსი მოეგო 2 ერთნაირის მაისურის სტიკერი გულსაბნევი, თუმცა ვერ მოიგო. ძალიან დაწყდა გული, ტირის, მაგრამ რას ვიზავთ? რა არის რა? ეწყობა ქარი როა, არავინ არ არის? აი, კიდე ერთი ადამიანი დავინახე და მოდი ახლა წავიდეთ და ვკითხოთ. გამარჯობა, შეიძლება რომ ჩავწეროთ რაც ვიდეოს ვიღებთ 2 ერთნაირის არხი, ხო არიცით? სად უნდა გნახოთ? აი, YouTube-ზე ჩაწერეთ 2 ერთნაირი. რა кайფერის მაქვს ამ ბიჭს. უკაცრავად ესე ახლა რომ არ გადამიღო. კაი, გამოწერილი აქვს ჩვენი არხი. მოდი მოდი ანახეთ. თქვენი შვილი გვიყურებს? მართლაც გამოწერილი აქვს. არა, ხო, მე მახსოვს თქვენ ძმას ყავთ, ხო მე? კი, თქვენ თუ ჩვენი არხი გამოწერილი გაქვთ, მაშინ გვინდა გადმოგცეთ ჩვენი სტიკერი. ვაიმე. ჩვენი სტიკერი აქვს დაკრული ტელეფონზე. საიდან გაქვს? ემა შვილმა მოიტანა და თქვენ რამდენი წლის ხართ? 26. 36-ის? მოდით ახლა პატარა თამაში გავაკეთოთ თუ შეიძლება რა. გავკადნიერდები თქვენთან. გავკადნიერდები. ვინც პირველი ესე დააყენებს ამ ბოთლს, ის მიიღებს 2 ერთნაირის სტიკერს და გულსაბნევს. თქვენ ვისატყუებს? რას გავისვატყუებ? თქვენ არ გაქვთ ისე თქვენი ზედები და რა ახლა ვითომ მომიგე და იჩუქე თუ რა? ეს რაოდენო? ეხლა თქვენ შარზე ხართ რა? თქვენ თუ ჩუქება გინდათ, მაჩუქება. ანუ თქვენ არ გინდათ მაშინ ჩელენჯი? მოდი, აი, მოგიგებ მაინც. უნდა ეგრე. აი, ახლა კამერაა ჩართული და მედია ამოჭრით ამ რაღაცას. ამოვჭრით აუცილებლად ამოვჭრით, მაგრამ მე ძმა მყავს და დაურეკავ და სხვანაირად გაისაუბრებს რა თუ გინდათ, ანუ არ არის პრობლემა. აი დაურეკავ. ოკეთი, ხო, გამოდივარ. მოვალ ხორ. ბოდიში რა მეუღლე მელოდება, მე უნდა ავიდე რა. აუ, ერთი წამი. თქვენი ძმა მომიკითხე. ეჩქარება, ქალბატონო, ბავშვი ყოს გამოსაყო. ძალიან დიდი ბოდიში. უხერს რატომ კიდევ? უკაცრავ რატომ ძალადო? თქვენი ძალადეთ ჩემზე, როდესაც ვისხეთ ისეთი რაღაცა კომენტარი. ნერვი ამადღლიძეთ და დაჯექით მეთამაშეთ ეხა ჩელენჯი. მაგრამ მოძალადე ყოფილიყართ ქალბატონო თქვენ რანაირად. ვინ გამოგიწეროთ საერთოდ? ვინ გამომიწერა? დაბრძანდით და მეთამაშეთ ჩელენჯი და შეურიგდეთ მე. მოგიგებ. მომიგებ? მა? აი მე რამხელა ამბიცია აქვს ზოგიერთს თავის თავზე, არა თქვენზე არ ვამბობ, თქვენ დამშვიდ. ნუ მეხებით რა ქალბატონო მეუღლე მყავს. ქეთი აქედან ბოდიში, ქეთი. ვიღაცა გოგოა მოვიდა რაღაცებს, არც მიშვებს აქედან. წავიდა. თქვენ მგონი ნერვოზი გაქვთ იცით? ძალიან აგრესიული ბრძანდებით. იაპატა დიპატა იაპატა დიპატა რა უხარ თავისი მაიკა რომ მოიგო? ვაიმე. ნამდვილი შემოქმედი ხო? ნამდვილი შემოქმედი გონია თავი? კი. ეგეთი ხასიათები. ჩემი ძმას მოვიყვანთ თქო მე თქვენ გაგავთხილეთ. თქვენ ძმას მე ძალიან დიდ პატივს ვცემ, იცი? აი ჩემი ძმას გცემთ სახეში პატივს. თუ კარგად მეყოლეთ. არ ვიცი მე ამას როგორ უძლევენ სახში. თქვენ წარმოგიდგენიათ ეს ახალგაზრდობაში რა იქნებოდა? მე არ ვიცი. ფაქტობრივად დღევანდელი ვიდეო ჩაიშალა და ვამბობდით მოდი ახლა წავიდეთ სახლში და აღარ გადავიღოთო, მაგრამ თუ რაღაცის კეთება დაიწყე და აკეთე, ბოლომდე უნდა გააკეთო. რასაც შეგიძლია მაგაზე არ უნდა ინერვიო, ამიტომაც ჩვენ რაც შეგვიძლია ახლა მაგ ვიდეოს გავაკეთებთ, თქვენ შეაფასეთ რა. ტყუილ არ გყავს ყველაზე მაგარი სპონსორი TBC ბანკი, რომელიც ამბობს რომ თავარია გჯეროდესო რა და მართლა ეგრეა. თავარია გჯეროდეს, რომ რასაც აკეთებ, რაღაცნაირად გამოვა და გამოვა შენებურად. ბავშვს ხედავ, იმ ბავშვს ჩვენ გამოწელი უეჭველი უნდა ვყავდეთ, ანუ სხვა გზა არ აქვს ფაქტობრივად. ამ ყავს არ ვეყოლებით გამოწერილი. ნახე რა მხელა აქვს ხო? წესდი YouTube უნდა გქონდეს. რა ლამაზი არა და რა კაია მიდია და სათხარ ხალხო! აი შო გვიცნო. მე მეგონა ჩვენკენ მორბონა თურმე ყავს დასდევს. უკაცრავად ქალბატონო. ქალბატონო. ეს რა საქციელია? დაიჭირეთ. რა გინდათ?
მოგიტანა. ორისნაირი ყავთ გამოწერილი. გამარჯობა. გამარჯობა. არ ვიცი, აბა ვნახავ. რატომ გამომეკიდეთ? თქვენ გაიქეცით, ალბათო. ორი ერთნაირი? დიახ. კი. მოდით გვეთამაშეთ ჩელენჯი, თუ გინდათ რომ მოიგოთ ორისნაირის მაისური. ძალიან მინდა სხვათა შორის. რამდენი ვიდეო უდევს ორ ერთნაირს YouTube-ზე? დიდი ვიდეოები. ეს ყველაზე რთული კითხვა შემხვდა აშკარად, ხო? იმიტომ რომ 47, 55, 53, 51. ჩვენ კვირაში დებთ ერთ ვიდეოს. ჯერ 4. კალკულატორიც ხო არის? კაი, 51. კაი. კაი, სწორი პასუხი მოდი დაგვიკომენტარონ გამომწერებმა. ოღონ ამ ვიდეოს გამოკლებით დაგვიკომენტარეთ. ანუ ვერაფერი ვერ მოვიგე? აი, ერთი შანსი ხო არ მიწევს. აი მართალია, სიკეთე არის თქვენი სუპერ ძალა. სულ მინდოდა რომ YouTube-ზე მყოფილიყავი და გამარჯობა. მანანა მქვია და სხვა წარწერით გააქვთ ისე, რომ მეცით დაგიკეთოთ. რამდენი ვიდეოს cover-ზე, ანუ thumbnail-ზე არის თქვენი ძმა გამოსახული? 18, 19, 20, 21. 21 ძალიან ბევრია და ზოგადად თქვენ 18 ბევრია, ანუ კაი 18-ია ჩემი პასუხი რა. გამოიგო მან. ხელოვნურია. რა გინდას თქვენ? დღეს რას გადამეკიდეთ, ვერ გავიგე. გადავცეთ ამ ხელოვნურ ადამიანს მართლა? მომეც ერთი მაისური რა. თავიდან იმიტომ გავრბოდი რომ მოხვედით, რომ რაღაცა ვალი მაქვს ერთ მაღაზიაში რა. მეთქი მე ვარ ხო არა? ან თქვენ თავზე არ მიიღოთ. ეს არ მინდა აბაკიდე. უკაცრავად ქალბატონო, ანუ მოდი მართა რა. არა, არა. არ უნდა რა, არ იმსახურე, რა არ გინდა და პრეტენზიებს გვიყენებ ახლა. იცი რას გეტყვით? მე უკვე მოვიპარე მაისური. ხო და აი ხა მიყურე. მართა დაიცი. მოდია. ამ გადატვირთული დღის შემდეგ გადავწყვიტეთ რამე ახალი გაგვესინჯა. ახლა მოვედით Golf Store-ში, უკარგესი წვენები დაამატეს, 6 გემოა, ახლა ავიღებ 6-ვეს, ძალიან საინტერესოა. ვიზუალურადაც უკვე ძალიან მომწონს და წავალთ და სახლში ვითამაშებთ გემოების გამოცნობანას და ვინც მოიგებს, ის მოიგებს ავტომატურად სხვადასხვა ორი ერთნაირის მერჩის რაღაცებს რა. წავით ახლა და გაჩვენებთ რა საინტერესო ახალი წვენებია Golf Store-ში. ძალიან არ მოგერიდოთ. მოკლედ, მანგო, მარწყვი და ლიჩი. ნახეთ, ეს არის ზაფირის ფირმა და ნახეთ შიგნით ძალიან საინტერესო რაღაცებია და სხვათა შორის გემოების გამოცნობას არ იქნება მარტივი. ეს არის 3 და ეხა ავიღოთ ასევე, ეს არის კატო, ლიჩის, მარწყვის და ნესვის, ეს სხვა ფერის ნესვია, მწვანე, აშკარად. მოკლედ, ძალიან ფერადი და ძალიან ლამაზი წვენები გვაქვს და ესეც ასე. გამოვიტანეთ Golf Store-დან ჩვენი წვენები და ეხა წავიდეთ სახლში და გავაგემოვნებთ რა თქმა უნდა მე მართა და გელა და შევეჯიბრებთ ერთმანეთს თითოეული რამდენს გამოიცნობს ყველა შორის მართლა საინტერესოა. გახსოვთ რომ მკითხეთ რა დევს ყუთებში მეთქი? მოდი გელასთან ერთად გავარკვიოთ. გამოვედი და ეხა ეს სამი ყუთია, ერთი კიდე უნდა გამოვიტანოთ და ერთი კიდე დარჩა ხო? ხო, მოკლედ მთელი მანქანა სავსეა ყუთებით. უკანაც დევს საბარგულში და ეხა წავალთ გელასთან და ნახოთ. ჰელო! რა ხდება და წამოვიდეთ და გაჩვენებთ რაც ხდება. აბა რა ხდება მეგობრებო? გამარჯობათ. რა ხდება? წამოდი ეხა განახო. ეს რამდენი რაღაც რა არის? აი მიგითო მარაცი. დედას ვიცავ თუ ვიცი. რა არის delivery service-ი? დაიწყე მუშაობა. რაღაცეები მოვიტანეთ. რა არის? აი საბარგულშიც არის. რა არის? რა არის და უნდა აგვატანინო ეხა შენ და ვნახავთ რაც არის რა. ისურე კაოს. ზუსი. ჩამო რა ძმობას გაბჭებს შკაფია სატანის. მძიმეა. გადმოიტანე აბა. რა არის მაინტერესებს? ერთად დავაამბოქსოთ. ეს რა არის? მარტო ერთი თუ უნდა იტანო არ მინდა. ესეთი გადაზიდვის სერვისი. ავიტანე ხა უკვე ნელ-ნელა. ერთი რა არის? მეორეც დაგედო ბიჭო. ვაიმე, რა საკეთებ? ხვის მანქანას რო დაადე. მეორე. რა არის ეს ხელოსანი? მე ძალიან გვაინტერესებს რა ხდება აქ. მე პირადად წარმოდგენა არის. ძალიან ბევრი რაღაცაა და რა არის? აი მე მგონია რაღაც აუ, ოკეი, გასაგებია ყველაფერი. რა, ოკეი. საღოლ. ერთი ხო ჩემია. ჩემი ზომა არის? ვა, მაგარია. როგორ ვერ მივხვდი? ანუ მოგეწონათ? ძალიან. 10-დან? 10-ში რა თქმა უნდა. აუ ეს ფერი ძალიან იყოს ლურჯი. აუ ძალიან კაია, ხადაო. აუ, მეგობრებო, უბრალოდ დაიტაცეთ. სკაი, შენ მოგწონს? აუ ძალიან კაია. მოკლედ ესეთი ამბავია. ეს რაოდენობები არ გვექნება ძალიან ბევრი. გვაქვს სულ 100 ჰუდი, 50 ლურჯი, 50 ვარდისფერი და ასევე გვაქვს 200 ქუდი. საიტი როგორც კი გაიხსნება, შეგიძლიათ რომ იყიდოთ და არის აუ, რა კაია. ლამაზია კი. ეხლა საწავიღოთ ამდენი ყუთი. მოგესალმებით, დავიწყოთ ეხლა დაგემოვნება, მართა გემოებს ამირევს. აუ, ეხლა ერთ-ერთი რო ვერ გამოვიცნო. კაი, პირველი. ის არ გვაქვს საწრუპი?
მანანა. კაი, კატოა უეჭველი, მანგო. გამოვიცანი? ლიჩი იყო? ზაფირ, მანგო. ეგა? რატო არ მეუბნე? მე მოდი ზედა. ლა. მესვის კატო. სტრობერი კატო. ეი! არ გამიღადაოთ. აიღე. ზაფირ, ლიჩი. არა, ახლა მithot მე რომ არც ერთი ვერ გამოიცინეს, ვერ ცხავ. რაღაცა იგივეა. ზაფირ, სტრობერი. არა, მანგო. მარტო ერთი ხუა. აბა თქვენი ძმაო. კაი, მოვიდა მართას დრო და აბა, ხელი არ მოკიდობოთ. კაი, არ გამოიხილო რა. კაი, ჩემი აზრით საკმარისზე მეტი გასაგებია. მეგონი მოიწონდა ძალიან. და რომელი იყო ეს? მეზი კატოა. და გემო? ვარ ვიცი ის რეფერ ლიჩი. კაი, დავიდეთ მეორეზე. აბა გასინჯენ. კაი, აბა, საფირი თუ კატო? ზაფირი. გემო? მანგო? კაი, დავიდა. მიდი გასინჯ. აბა, გეყო. კატო ნესვი. არ ვიცი, შეიძლება მართალ იცხარ. აი. გასინჯე? აბა, კაი, всё. ზაფირი. არ ვიცი. მარწყი. მე ბიჭო. ფერო მოწყობა. ეგ იხდება ფერებში, სხვათა შორის. კაი. ეს არის კატო, მარწყი. აბა, всё, თქვი. ეს არის აბა ზაფირი, მანგო. მანგო? ხო. ჩემი აზრით რამდენი ქულა დააგროვე? არ ვიცი. სამს მაინც გამოვიცნოდი ალბათ. სამს? გილოცავ შენ დააგროვე ერთი ქულა როგორც მანანამ. აი რა. რა, ყველა შეგეშალა, აი ამის გარდა. მეგონა მართო კარგად მოსქენი, მართო. კომენტარებში დაწერეთ თუ რამდენად მიხდება ბარბის ბალზე ასახვევი. პირველი, აშკარად მარწყვია. რომელი ვერ ხვდებით მარწყვის მანგოს და იმებს? იმას ქელად მოდით. ზაფირი იქნება მარწყვის ეს. აუ ყველა უნდა გამოვიცნო რა. არ მაგას ინჯული პირველად სიმჯავ და ძალიან კაი იყო სხვათა შორის. მეორეზე გადავედით? ჯე. კატოს ის რა ქვია, მესვი არის ეს 2-დან 2 დარწმუნებული ვარ. შემდეგი. უკვე მოუგე. ზაფირი მანგო. გონი 3-დან 3 მაქვს. ანუ გამოვიხდები რა. მედი? ესე ზაფირი უკვე რაღაცა მოყვება და იმ კატოში არ ეყარა არაფერი და ის ლიჩი ხუა რა. რაღაც ვერ ხვდები, ან ლიჩია, ან მარწყვა. აუ, აი აქ დავივგენი. აი ეს ლიჩია ვაფშე. ესე დიდები არ ეყარა იმაში. ხო, კატოს ლიჩი იყოს ეს რა. ეს არის მარწყვი, ზაფირი. კარგი და ბოლო. ეს აუ მე მგონი ყველაფერი შემეშალა. ეს არის ზაფირი ლიჩი. ხო, რამდენი გამოვიცან? 3 და 3 ვერა. მაინც გამიმარჯვე. დავამარცხე გოგოები მეგობრებო. 3 ქულა გელას, 1 ქულა მართას, 1 ქულა მანას. კარგად. რაც შეეხება ჩვენს ჰუდებს, მაისურებს, ქუდებს, გულსაბნევებს, ძალიან მალე გაიყიდება ჩვენს საიტზე. 2.1.g საიტი, რომელსაც მომზადებთ სწორედ თქვენთვის და ძალიან მალე შეძლებთ შეძენას. ჩვენთვის ეს დღე განსაკუთრებული იყო, რადგან ბავშვებთან შეხვედრამ სიყვარულით აგვავსა. და ქუჩაში ყურადღებით იყავით. შეიძლება შემდეგში შენ შეხვდეთ. მომავალ შეხვედრამდე. მართა, მოდი! ესენი არის ჰუდები. არც მართას არ უნახავს და არც გელას. არც შენ კარგად. მე მინახავს. ეი! მაგცევს. ვიდეოში ვარ ხა? აი, სოკაც.